რა გეგმა უნდა განახორციელოს აი მომავალმა მთავრობამ, რომელიც იქნება ეკონომიკის თვალსაზრისით. ბატონო ზაქარია, ხვალ კითხვა ზოგადია, მაგრამ აი ხვალ რომ ახალი ხელისუფლება მოდიოდეს, ეს ახალი ხელისუფლება იყოს ეროვნული. ეს როგორ ვთქვა, ძალიან გაგვიანებული იქნებოდა რა თვალსაზრისით, იცით რომ ესე იგი ახალ ხელისუფლებას ვინც შესაძლოა რომ მოვიდეს, თუ წინასწარ არ აქვს შემუშავებული განვითარების პროგრამა, ისე ზოგადი კი არა, აი ძალიან კონკრეტული პროგრამა, დროში გაწერილი, კადრებით დაკომპლექტებული და უზრუნველყოფილი, ფინანსების მოძიება და ესეც ყველაფერი გაკეთებული, აი ხვალ მოდის და იწყებს მუშაობას. აი როგორ იცით, აი როგორც ტრამპი რომ მოვიდა შარშან იანვარში, 21 იანვარი იყო თვალწინები და იმ რამესვე გამოუშვა რამდენიმე ესე იგი ბრძანებულება პრეზიდენტის მთელი გუნდი, მთელი სრული დატვირთვით მუშაობდა და თქვა მაშინ ბატონმა დონალდმა რომ თქვენ დაიღლებით ქვეყნის წარმატებებითო და ეგრეც მოხდა ყველაფერი პრაქტიკულად რაც შეფირდა ხალხს ყველაფერი შეასრულა შეიძლება ითქვას საკმაოდ დიდი გადაჭარბებითაც კი ხო ხო და რატომ იმიტომ რომ გეგმა ჰქონდა ყველაფერი ძალიან ზუსტად გაწერილი ძალიან ზუსტად იცოდა საიდან რა ფული მოვიდოდა როგორ მოვიდოდა მათ შორის ახლა წინა გადაცემაში ჩვენ თქვით რომ 16 ის რა ქვია ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში მისი პროგრამის წინააღმდეგი იყო და ამბობდა რომ ეს ქვეყანას დააქცევს მაგრამ ის ერთი კაცის ტრამპის მოსაზრება ის რომ მისი ტარიფების პოლიტიკა სწორი იქნებოდა და ქვეყანას უზარმაზარ შემოსავალს მოუწოდა და აღმოჩნდა სწორი და 16 ნობელის პრემიის ლაურეატი გამწვავდა. ეხლა საქმე რა არის რომ ჩვენ თქვა სიტყვაზე აი თქვენ ჩვენი თანამოაზრეები აი ხვალ მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენ დღესვე უნდა ვიცოდეთ რას გავაკეთებთ პირველივე დღიდან და ამაზე უნდა გქონდეს ჩვენ ერთმანეთთან შეთანხმება ხო და ეს არ არის რთული. ამისათვის რომ ესე იგი ჩამოვყალიბდეთ თუ რა უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ ამისათვის უნდა შევთანხმდეთ პრინციპებზე. პირველი პრინციპი ის რასაც ახალი ხელისუფლება გააკეთებს სასარგებლო უნდა იყოს მთელი ხალხისთვის, ყველასთვის. არ შეიძლება დისკრიმინაცია, რო იცი რა, ინვესტორებისთვის უნდა იყოს კარგი. მეორე ვარიანტი, უცხოელი ინვესტორებისთვის უნდა იყოს. არა ბატონო, უცხოელები ჩვენ არ ვაინტერესებს. ჩვენ ვაინტერესებს ძალიან მარტივი რაღაცა. რომ ყველა ამ ქვეყნის იხეიროს ქართველმა მოსახლეობამ. რა თქმა უნდა, ჩვენმა ხალხმა უნდა იხეიროს. პირველივე დღიდან შეიძლება, ერთ დღეში, ორ დღეში, სამ დღეში შეიძლება უცბად გამოჩნდეს ესე იგი რაღაცა სასიკეთო ძვლები, ხო? აი მაგალითად ეხლა მე ერთ-ერთ ადგილას კი არ იყვნენ ეს ჩაჯინებული, მაგრამ აი როგორ შეიძლება ხარ, ალბათ ეს სიტყვას გამოფო 2-3 დღეში. როგორ შეიძლება 2-3 დღეში რამე გამოჩნდეს? ძალიან მარტივად მე ვთქვი, ძალიან მარტივად, მართლაც შეიძლება 2-3 დღეში გამოჩნდეს. აი მაგალითად სიტყვაზე დღეს ხელფასები საჯარო სექტორში, ხო? არის ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი, ხო? არის 10,000 როა, 12,000 როა, 16,000-იც რო არის და იმის ზევითაც რო არის კიდე, ხო? და ამ დროს არის ესე იგი ძალიან დაბალი ანაზღაურება პედაგოგების, თქვა, ექთნების და მთელი რიგი თვითონ იმ სამინისტროებში მინისტრის ხელფასი შეიძლება განსაზღვრული იყოს 10,000, 15,000 ლარით და იქვე მომუშავე უცხო სპეციალისტის ხელფასი იყოს 1200 ლარი. და არის კიდე 1000 ლარის ხელფასი. მაგალითად, შენ თუ თქვა პირველ დღეს გამოაცხადებ, რომ თქვა ორ კვირაში ყველაზე დაბალი ანაზღაურების თანამშრომლებს ხელფასი გაეძებათ, თქვა გაუორმაგდებათ, ხო? 100%-ით გაეძებათ. ეს უკვე შექმნის მთლიანად ეკონომიკაში დადებით განწყობას, აი განვითარების განწყობას შექმნით, განწყობის თეორია ხო გახსოვთ? ესე იგი თუ განწყობა არის, წარმატების განწყობა თუ არის, წარმატების მოლოდინი თუ არის, ადამიანებს აქვს ესეთი
შემართული ენერგიით ივსებიან ადამიანები. იჩენენ გამძლეობის მაღალ ხარისხს. რა თქმა უნდა და დიდ ენერგიას იჩენენ და დიდ მისწრაფებას აი ამ სიკეთისაკენ. ხო და ამ ხელფასების გაორმაგება ეს არ არის რთული. რატო არ არის რთული? იმიტომ არ არის რთული, რომ ჯერ ეს ერთი ის მთელი რიგი სააგენტოები, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ, აი კაპიკის საღირას არაფერს არ აკეთებენ და უზარმაზარი ხელფასები აქვს, მოგეხსენებათ, რაზეც ლაპარაკობთ, თქვა სიხშირეების თქვა კომისია და 1500 სხვა ისინი სააგენტოები რო არის უზარმაზარი ბიუჯეტებით, ესენი შეიძლება ელემენტარულად გაუქმდეს, ან დავიდეს ისე რომ 1-2 კაცი დარჩეს იქ, მეტი სამბილად საჭირო არ არის. და ესე იგი შეიძლება დაბალდანაშაულებად ადამიანებს გაუზარდო ხელფასი და ეს ეკონომისტისთვის ინფლაციას კი არ გამოიწვევს, არამედ გამოიწვევს პირიქით დადებით შედებით. რატომ? უკვე ესე იგი გაზდა ხელფასებს. რატომ და იმიტომ რომ ის ადამიანები, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს, მთელ თავის შემოსავალს ხარჯავენ, აქ ხარჯავენ, ამ ბაზარზე ხარჯავენ სასმელს ყიდულობენ, ძირითადად, ხო? გარეთ არ გადის ის ფული. მათ დანახარჯებში საქართველოში წარმოებული საქონლის წილი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე იმ ადამიანების დანახარჯებში, ვისაც მაღალი შემოსავლები აქვს. ანუ შესაბამისად ეს გამოიწვევს მეტ მოთხოვნას ადგილობრივ წარმოებაზე, გაზდის მთლიან მოთხოვნას ბაზარზე და წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, წაახალისებს დასაქმებას და შემდეგ. ანუ ეს უბრალო რაღაცა, ერთი შეხედვით თვითონ უბრალო უზარმაზარ შედეგს მისცემს ეკონომიკას. ასეთი არის ძალიან ბევრი.